ანაკლიაში ჩერქეზული დღეები დაიწყო. ანაკლიის ცენტრში რუსეთის იმპერიის მიერ ჩერქეზთა წინააღმდეგ განხორციელებული გენოციდის მსხვერპლთა მემორიალი გაიხსნა. მათი ხსოვნის პატივსაცემად ზღვაზე გემებით გავიდნენ და წყალში წითელი ვარდები გაუშვეს. ღონისძიების მონაწილეები ზღვაში სიმღერით სწორედ იმ ადგილზე შევიდნენ, საიდანაც ჩერქეზული ოჯახები იძულებით ემიგრაციაში გაჰყავდათ. პარალელურად მიმდინარეობს გამოფენა, სადაც წარმოდგენილია ჩერქეზთა გენოციდის დამადასტურებელი საიდუმლო დოკუმენტები და წერილები. ჩერქეზული დღეების ფარგლებში იმართება სამეცნიერო კონფერენციაც თემაზე ჩერქეზთა გენოციდის აღიარების შედეგები. მოეწყო ტრადიციული ხელნაკეთი ჩერქეზული ნივთების გამოფენაც. ზეიმი განმუხურის ამფითეატრში გალა კონცერტით დასრულდება. დღევანდელ ღონისძიებებს ჩერქეზთა დიასპორის წარმომადგენლები ესწრებიან. ეს ერქმევა თავის სახელი იმ წარსულს, რომელიც ჩერქეზეთმა მთელმა კავკასიამ ერთად გამოიარა და წარსულის შეფასება არის მნიშვნელოვანი მომავალისათვის. 150 წლის წინ რუსეთმა დაიწყო თავისი აგრესიული იმპერიალისტური ჟლეტა, თავისი იმპერიალისტური ეთნიკური წმენდები, რომელიც დღემდე გრძელდება კავკასიაში. გენოციდის აღიარებამ იმპულსი მისცა ქართველებისა და ჩერქეზების ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას. ანაკლი არის ის ადგილი, სადაც 10,000-ობით უიმედო ჩერქეზი რუსეთის ხელისუფლების მიერ გასახლებული ტოვებდა კავკასიას. და დღეს საქართველოს მეოხებით და საქართველოს წყალობით ანაკლია გადაიქცა იმ ადგილად, სადაც ჩერქეზები იბრუნებენ რწმენას და იმედს.